გიორგი ამ კვირაში ჩვენს პარტიას ქონდა აქტივობა, ახალი ინიციატივა შევიტანეთ, ამაზეც რო გითხრა ცოტაოდენი. ანუ საკანონმდებლო ჩვენს პროექტზე მაგის მნიშვნელობაზე რომ გავაცნოთ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანი კანონ პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ ამისთვის, თქვენ იცით რომ ეს არის რა ფორმის კანონ პროექტია და მე შინაარზეც ორ სიტყვას ვიტყვი. ანუ თვითონ კანონ პროექტის დაინიცირება შესაძლებელია კანონმდებლობით. ცხადია 25,000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერის საფუძველზე. ანუ თუ შეაგროვებ 25,000 ხელმოწერას, დააწერთ ცხადია იურიდიული ფორმით ყველა ნორმების და წესების და პროცედურების დაცვით გამართულ კანონ პროექტს, შეაგროვებ 25,000, შესაძლებელია ინიციატივის სახით პარლამენტში შეტანა. როგორც კი პარლამენტი ამას გაატარებს, დათვლის ყველა მათ შორის ამ ხელმომწერს, ანუ რამდენად ავთენტურია და რამდენად გაყალბებული არ არის ეს ხელმოწერები, ცხადია მე ვალდებულება აქვს პარლამენტს განიხილოს. და თუ ამ განხილვაც, ანუ ამ ხარი უნდა დაუჭიროს, ან პირიქით არ უნდა დაუჭიროს ხარი. თქვენთან ერთად, დაახლოებით 1 წელიწადია უკვე ეს კანონ პროექტი დავწერეთ. ეს კანონ პროექტი რას გულისხმობს? საქართველოში ამ მიგრაციის ხელშეწყობის კუთხით, ანუ უცხოელები რომ აქ კომპაქტურად ჩასახდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, ყველაზე მანკიერი და ყველაზე საშიში ჩანაწერი, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს, არის შემდეგი რაღაცა. უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ საქართველოს შედულობს $150,000 ღირებულების უძრავ ქონებას, მას ავტომატურად აქვს უფლება მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა. ერთწლიანი ბინადრობის ნებართვას აძლევენ და ყოველ წელს თუ ეს ქონება შენს სახელზე რეგისტრირებულია, შეგიძლია ავტომატურად განაახო. ანუ შენ თუ საქართველოში $150,000 არის თბილისში, უკვე იმდენად ავარდა ამ უძრავ ქონებაზე ფასები, რომ 2 ოთახიანი გარემონტებული ბინა. თბილისში გიორგი, შეგაწყვეტინებ უბრალოდ პატარა რეპლიკასავით. ჩვენ გქონდა საქმე იმასთან, მეგობრებო საქმე იმასთან, რომ ეს თანხა იყო შემოსაზღვრული 100,000-ის ოდენობით და გამოვიდნენ მე თავრობის წევრები არ დაგვაუწყდეს და აიო ჩვენ გავზდი თუ ეხლაო და თითქოს ეგ შეაფერხებდა და $50,000 მოუმატეს და ეგ იყო საზოგადოების პრემიას. ეგ სხვათა შორის ჩვენ რო დავიწყეთ ამ თემის აქტუალიზება, აქტიურობა, მიტინგების დასამშვიდებლად შემოიტანეს, თორემ მანამდე 100,000 იყო. ანუ მანამდე იყო $100,000. ეხლა უყურე როგორ გამოვიდა იცი სიანდოში ინფლაცია თუ არის ბინებზე ფასები ისედაც მატულობს და თვითონ თავისი მოგებაც ამ ყველაფერში ასახეს. კლიენტსაც გული არ დაწყვეტეს. ხო, კლიენტსაც გული არ დაწყვეტეს და ანუ $150,000 არაფერი არ არის უცხოელისთვის, რომელსაც საქართველოში უნდა ჩამოსვა და ცხოვრ. არაფერი არის მეწმუნე იქ ბევრად რომ შეძლებული ხალხი. რეალურად ამ კანონის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს უპრობლემოდ ლეგალურად დაუყოლებლად შეუძლია ჩამოსვლა და ცხოვრება. ბინადრობის ნებართვა რა არის, იცით? აი ბოლომდე რო ჩვენს მაყურებელს ავუხსნათ. ერთადერთი რისი უფლებაც არ აქვს, არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იარაღის ყიდვა. იარაღის არების, არება არავის არ შეუძლია, შეძენის უფლება. ეს იარაღი 80% ისედაც არ აქვს და არჩევნებზეც 80% ისედაც არ დადის. ანუ რეალურად რიგითი საშუალო სტატისტიკური ქართველი რა უფლებებიცაც პრაქტიკულად სარგებლობს, მაგ უფლებებით სარგებლობს ამ კანონმდებლობით ვიღაც ჩამოსული უცხოელი. და ამით იზიდავენ. ანუ რეალურად ეს დეველოპერები, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებასთან არიან კავშირებში და არაბული ქალაქის გარშემოც რომ ეს ხმაურია და ამ შემდეგ. ანუ ის უცხოელი აბა მეტი რითი უნდა მოიზიდო. ანუ შენთან თუ იყიდა უძრავი ქონება და ვერ ჩამოვიდა და ვერ იცხოვრა, ეგეთი უძრავი ქონება ვის რა სჭირდება. შენ სადმე იყიდი ისეთ ქონებას, რომელსაც ვერ გამოიყენა, სადაც ვერ ჩახვალ. ხო არ იყიდი. შესაბამისად
აქ არის პირდაპირ ინტერესი ჩადებული ამ სამშენებლო სექტორის, რათა მაქსიმალურად აი ამ ნებართვების გაყიდვით მოიზიდონ უცხოელები და ეს არის კატასტროფა, კაცო. ანუ აი დაუშვათ ავაშენეთ ხო ეხა ეს корпуსები კიდევ უფრო მეტი და რა ვიცი, აი მილიონ უცხოელს მივეცით აი ამ შეძენილი ბინის საფუძველზე ბინადრობის ნებართვა. ანუ ეს რას ნიშნავს? თან კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი დამავიწყდა 10 წელი თუ ეს ნებართვა 10 წლის განმავლობაში მოსულების მოქალაქეებს აქვს 10 წელიწადში მას ავტომატურად უფლება აქვს მოითხოვოს უკვე საქართველოს მოქალაქეობა ამ ბინადრობის 10 წლიანი სტატუსის საფუძველზე. ჩვენ კანონპროექტში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ საერთოდ ამოღებულ იქნას. საერთოდ ამ უძრავი ქონების გაყიდვის საფუძველზე შეუძლებელი უნდა იყოს ბინადრობის ნებართვის მიღება. სხვა ისიც არსებობს კანონში გაწერილია, რომ მაგალითად $300,000 ინვესტიციას თუ ჩადებს ქვეყანაში, მაგ შემთხვევაშიც აქვს უფლება მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა. ესეც ჩვენ მილიონამდე ავწიეთ საერთოდ. ანუ ეგეც გავამკაცეთ. ანუ უძრავი ქონების საფუძველზე საერთოდ ბინადრობის ნებართვას ვერ მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ინვესტიციის ჩადება, ანუ გავაოთხმაგეთ. იმიტომ რომ ხა ნუ თლად ისეც არ გამოდიოდა, იმიტომ რომ თუ ადამიანი $1,000,000 რაღაცა ინვესტიციას დებს, ნუ ეს უკვე სხვა საკითხია, ხო? ეს უკვე ინვესტიციის მოზიდვა. ხო და თავიდან ახლა რა დაყოლებებს ვიფნიდა თვითონ სისტემა. ჩვენ თავიდან გახსოვთ ალბათ სადღაც 1 წელი არ არის გასული, შევაგროვეთ 50,000-ზე მეტი ხელმოწერა. თქვენთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი თანამებრძოლებით, თანამოაზრეებით, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელიც, აგროვებდა ამ ხელმოწერებს. შევიტანეთ და აი როგორ დაგვიხარვეზეს, იცით? 25,000 ხო არის საჭირო. და რაღაც ზღვარზე გაგვაჩერეს. ანუ დარჩენი გაარისო ნაღდი. ნუ გასაგები იყო, რომ ეს იყო აი უბრალოდ დროის გაწელვის ჩვენი დაღლის, იმიტომ რომ არ არის მარტივი, ხა მიდი და შეაგროვე 50,000 ნამდვილი ხელმოწერა. ავთენტური ის კი არა გადაწერე რაღაცა იქ შენი ხელით გააყალბე, არა, ნამდვილი ხელმოწერა მიდი და შეაგროვე 50,000 ერთი ქალაქი. არ არის მარტივი. მათი ამოცანაც ეგ იყო, რომ ნიჰილიზმი ყოფილიყო, აზრი არ აქვს, არაფერს, მაინც ყველაფერს დაახარვეზებენ. ჩვენ ავდექი და თავიდან შევაგროვეთ. ბევრად უფრო სკრუპულიოზურად, ბევრად უფრო ვაკვირდებოდით, რომ რაღაც ზედმეტი შეცდომაც ვარ ყოფილი. ისე 50,000 თუ არ ვშտები 57,000 კიდევ უფრო მეტი შევაგროვეთ და ძალიან მოკლე დროში, ძალიან ერთი თვე გეძრეო. ბლანკს რო აიღებ ერთ თვეში უნდა შეაგროვო. ძალიან მოკლე ვადებში ოპერატიულად კიდევ ერთხელ შევაგროვეთ და შევიტანეთ. ნუ უკვე აღარ გამოდიოდა ხა ყველაფერს ხო აქვს, ხა ესენიც ხო ვითომ სამართლიან თავრობას თამაშობენ, ხო ვითომ პარლამენტი და თლად ეგრეც არ აწყობდათ, რომ ხა ორჯერობა უნდა როგორ დაახარვეზებდნენ ერთი და იგივეს იმაზეც. მერე აიღეს და ისევ დაგვიხარვეზეს, ოღონდ სხვა მეთოდან, სხვა პროცედურული რაღაც მექანიზმი მოიგონეს. თქვენ კანონპროექტშიო არ არისო აღწერილი თქვენი კანონპროექტი თუ გავა, რა ეკონომიკურ ზიანს მიიღებსო ამის შედეგად სახელმწიფო. ანუ ეგ დაგვისაბუთეთ, აი თქვენი კანონპროექტი რომ მიღებულ იქნას, შეიძლება თუ არა ფინანსური და ეკონომიკური ზიანი მიიღოს სახელმწიფო. ნუ ცხადია ჩვენ ახლა იურისტებთან ერთად, ეკონომისტებთან ერთად ეს საკითხიც. კიდევ იქ იყო გაწერილი პირველ იმამდე, კიდევ უფრო დავღეჭეთ, კიდევ უფრო ასე ვთქვათ, უფრო ლამაზად და დეტალურად როგორც საჭიროა ისე გავაკეთეთ და ისევ შევიტანეთ. და ნუ უკვე აღარ გამოდიოდა აქაც უკვე აღარ გამოდიოდა, ნუ იძულებული გახდნენ კი წაგვართვეს საერთო ჯამში სადღაც 7 თვე. აი ამ თავიდან შეგროვებაში ამ ხარვეზებში ერთი 7 თვე წაგვართვეს. და გათვლაც ეგ არის სისტემაში, რომ დაგღალოს, დაგიწელოს, მაგრამ შენ თუ აწვევი, შენ თუ სისტემატიურად აწვევი
აი ყოველთვის ამაზე ურტყავ, ყოველთვის ამაზე, ის იძულებულია, რომ ნუ რაღაცა დაგითმოს. ცხადია ეხლა ამ კანონპროექტის რეგისტრაცია ავტომატურად აღნიშნავს ამის მიღებას, იმიტომ რომ ეს ამ ბინადრობის ნებართვების გაყიდვა არის ამათი ლუკმა, რაც ამით არსებობენ. შესაბამისად, ეხლა ცალკე ჩვენ კიდევ ბრძოლად მოგვიწევს უკვე უშუალოდ პარლამენტში და უკვე პარლამენტში მათ მოუწევთ კანონით ჩვენი მოწვევაც და იქ პარლამენტის ტრიბუნალსაც გამოვიყენებთ ამ საკითხის წამოსაწევად, საზოგადოებას რომ გავაგებინოთ რა არის ეს კანონპროექტი, რატომ არის მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით დიდწილად ეს კანონპროექტი ჩვენ თუ გავატანინეთ, ნუ რისი შანსები ცხადია არსებობს ჩვენზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ლუკმაა მათი. ამით აი ხშირად მოხავს ხოლმე ეს რაღაც ისტორიული პარალელები, რომ აი ტყვეთას ყიდვა რო იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საზარელი ფურცელი ჩვენი ისტორიის, ხო? აი ბავშვობაში რო კითხულობდი ხოლმე აი ამ ტყვეთას ყიდვის შესახებ, ამ რაღაც ისტორიულ მოგონებებს იქნება თუ ამ აღწერებს, აი ყოველთვის მიკვირდა ხოლმე ამას, რაცო რატო არ გძალავდნენ, ხო? აი ჩვენ სისხლს და ხორცს ყიდნენ. ან ვიღაცა სულთნებზე და ვიღაც შახებზე და ყოველთვის მიგვირდა კაცო ეს ამას როგორ უშვებდა ხალხი და აბა ვინ იყო დაინტერესებული ან ტყვეთას ყიდვობით ვინ იყო დაინტერესებული მართველი კლასი აბა დაზნაურობა მათი ლუკმა იყო ეს ანუ გლეხებს შვილებს აჩენინებდნენ და მერე ყიდნენ კი ბატონო იმდენად მართველი კლასის ეს ბიზნესი იყო თანამედროვე ასე ვთქვათ ენით რო აღწეროთ რომ მეფე სოლომონმა როდესაც იმერეთში სადა ამის აკრძალვა მისი ოჯახის წევრები აუჯან მისი ოჯახი თავად აზნაურობაზე კი არა რომლებიც სადია აუჯანყდნენ მისი უშუალო ოჯახის წევრები ბიძა დედა და უშუალო ნათესავები აუჯანყდნენ და დაახლოებით ეგ კატეგორია ეხლა ოღონდ ნუ თანამედროვე ასე ვთქვათ პოლიტიკური ეკონომიკური და სოციალური რეალიებით ანუ ეს მართველი კლასი ჩვენ ახლა ნავთობი არა გვაქვს, გაზი არა გვაქვს, ხო, ანუ აი მაგათ რუსეთში, აზერბაიჯანში მართველი კლასი ბუნებრივი რესურსების გაყიდვით საზრდოობს. ხო, ჩვენ არა გვაქვს ბუნებრივი რესურსი, ხო? აბა ფული როგორ უნდა იშოვოს ამ მართლმა კლასმა? ამ მთავრობაში მყოფმა ხალხმა და მათთან ასოცირებულმა ბიზნესმა. ამ დეველოპერული სექტორით, აბა ამ კორპუსების აშენებით. ბინების გაყიდვით. დაჭედილი. მიწის გაყიდვით. ბინების გაყიდვით კი ბატონო. ბინო იგივე მიწის გაყიდვაა, იგივე ანიშნულობა. აქედან გამომდინარე ხა რომ ეს კანონპროექტის შესახებ რომ დავამთავრო, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ვინაიდან გატარებულია ეს ოფიციალური წერილი მივიღეთ, სადღაც სექტემბერში უნდა ჩაინიშნოს უკვე პარლამენტში განხილვა და ისინი იმათ მოუწევთ, მათ შორის ჩვენი მოწვევა, როგორც ამ კანონპროექტის ავტორების და ჩვენი დასაბუთების, ჩვენი არგუმენტების მოსმენა, რომელიც იქნება ღია, ეს არ არის რაღაც დახურული ფორმატი და ნუ ესეც ერთგვარი ჩვენი შესაძლებლობა იქნება, რომ პარლამენტშიც ეს საკითხი გავაჟღეროთ და სინამდვილეში ეს ყველაფერი არის საზოგადოებისთვის. ეს საზოგადოებამ რომ მოითხოვოს ეს საზოგადოებამ რომ ყარათ უმრავლესობამ ყარათ რომ ეს მოითხოვოს ხელისუფლება უფრო მეტ ზიანს მიიღებს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს და არ არის თლათ ისე, როგორც სიტუაცია, რომ ხელისუფლებას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. აი, ხელისუფლება ხო ცოტა მაგ რეჟიმის, მაგ ილუზიის შექმნას ცდილობს, რომ რასაც უნდა იმას გაატაროს. საჩანს იცი, რომ რასაც უნდა იმას ვერ აკეთებს. აი, როგორც კი ასეთი კადრები ვრცელდება. აი, თუნდაც გორის ინციდენტი რო იყო, ან აი ხა ქობულეთში რომ ეს მოქალაქეების წემეს. ხელისუფლების რეაქცია რა არის? ეგრევე თავდაცვის თავის მართლების რეჟიმზე გადადის. და თავის მართლების რეჟიმზე, როდესაც ხელისუფლება გადადის, ნუ ესე იგი თლათ მაგარი ბიჭი არ ახარ, შენ როგორც აყენებს საკითხს, ესე იგი ზიანდები შენ, ესე იგი შენ გტკივა, ესე იგი შენ რაღაცა თვალსაზრისით შენს რეპუტაციულ დარტყმებს უფრთხილდები იმდენად არა გიტარდება. ამიტომ ყველაფერი არის პროცესი, პოლიტიკური პროცესი.